ოდესმე თუ გიფიქრია, მაინც თუ რატომ ხარ ცუდად. ამ ვიდეოში ვისაუბრებ 8 ძირითად ფაქტორზე, რის გამოც შეიძლება მენტალურად და მით უმეტეს ფიზიკურად იყო ცუდად. პირველი ეს არის სტრესი. სტრესი ძირითადი რამ არის, რაც ყველა ადამიანს აწუხებს, უნდა თუ არა ეს დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ძალიან ყველგან სტრესი არის, ასე ვიტყვი. სამსახურში იქნება, ეგ ოჯახში შეიძლება იყოს მეგობრებთან და შემდეგ შეიძლება გაგვირთულდეს დაძინება და უფრო უარესი მენტალური პრობლემების კი წარმოშას აი ამ სუბუქმა სტრესმა. სტრესს რო გავუკლავდეთ, საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ რაც გვამშვიდებს სულიერად, გონებრივად ის გავაკეთოთ. ჩემთვის პირადად არის გასეირნება ან მუსიკის მოსმენა. ეგ პირადად მეხმარება იმაში, რომ უფრო დამშვიდდე, უფრო სუფთად ვიფიქრო და უფრო კარგად გავიგო და ნათლად რამედაც თუ გავაკეთო. მეორე ფაქტორი არის უძილობა. უძილობა თითქმის ჩემ ვიდეოში მაქვს რა თქვა ახსენები და მისგან გამოწვეული ყველა ფაქტორი. მაგრამ ამ ვიდეოში ისე ვისაუბრებ მაგ უძილობაზე, რომ უძილობა არის ყველაფრის თავი, ყველა პრობლემის თავი და თავი. უძილობის შემდეგ მოდის ყველა ის პრობლემა, რაც კი ვიტყვი ამ ვიდეოში. სტრესი იქნება, ეგ დეპრესია შეიძლება იყოს, თუ აი ჯანმრთელობის ყველა პრობლემა. აი ინგლისურად ხო არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ზოგმა შეიძლება არ იცოდეს ქართულმა და ინგლისურად თუ არა, ქართულად მაინც შეიძლება დასერჩო და ამოაგდოს იმდენი პრობლემა უძილობის შესახებ, რომ შემდეგ მაინც დაფიქრდება ადამიანი, რომ უნდა დაიძინოს და ძილის პრობლემას უნდა მიხედოს. და ჯერჯერობით რახან მეორე ფაქტორზე ვარ მისულები. ვიტყვი იმას, რომ როცა უძილოა ადამიანი, შემდეგ მოდის სტრესი და ამ სტრესის შედეგად, როცა უკვე უძილოა ეს ადამიანი, მე ამბობს, რომ აუ ცუდად ვარ და ეს სიტყვები შესაბამისად უფრო უარყოფით მოქმედებს გონებაზე და მართლა ცუდად ხდება მე ადამიანი. მესამე ფაქტორი არის ტოქსიკური ურთიერთობები და ხალხი. ტოქსიკური ხალხი. დღესდღეობით რო გახედო, აი ხა ყველა ადამიანს ამბობენ იმას, რომ ტოქსიკური შეყვარებული ყავდა და ასე შემდეგ. მაგრამ რა არის ამის პრობლემა? პრობლემა ის არის, რომ რაღაცა მოქმედება რო გააკეთო და შემდეგ კონკრეტულად აი ეს ტოქსიკური ადამიანი გაიგებს ამ ყველაფერს შესახებ. მანამდე გაქვს ფიქრები, რომ აი ეს მოდი ავიღოთ შეყვარებული, დავალქოთ მას შეყვარებული და როცა ეს ჩემი შეყვარებული გაიგებს ამის შესახებ, რა სიტყვის, რა სიფიქრებს, მეჩხოვება თუ არა, აი ამ ნერვიულობის დროს იქნება ძალიან ცუდი პრობლემები გონებაში. და შემდეგ ამ ნერვიულობის გამო ხდება ადამიანი ცუდად. რახან წარმოიქმნება ნერვული აშლილობები სტრესის შედეგად, მერე უკვე სერიოზული პრობლემები იქნება როგორც გონებაში, მერე უკვე ამ ადამიანთან ურთიერთობაში. და ასე რომ ძალიან ცუდი არის. ერთი ეგ. მეორე კიდევ არის ტოქსიკური მეგობრები, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი გააკეთონ, გაქცინონ, სოციალურ ქსელებში გაგიცნონ ისეთი ფოტოები, რომლებიც არ უნდა გასაჯაროდეს. და მოკლედ ასეთი ვითომ ხუმრობები, რომელიც მე პირადად საერთოდ არ მოწონს და არ ვარ მომხრე ეგეთი პრანკების. ამავე კატეგორიაში შედიან ტოქსიკური ოჯახის წევრები. რაც არ უნდა გააკეთო და თქვა ოჯახში, რომ აი ეს მინდა მე გავაკეთო და შეიძლება შენ მომშობლებმა გითხრან ისეთი რაღაცა, რომ მოდი რა დაწნადე და შენ საქმეს მიხედე. ოჯახში იქნება ისეთი პრობლემები, რომ მე შვილი საერთოდ მშობლებს აღარ ცემს ყურადღებას, ხმას აღარ ცემს და მე შეიძლება ისე დამთავრდეს, რომ თავიც მოიკლას ამ ბავშვმა. ოჯახის წევრმა არ აქვს მნიშვნელობა რა. და არა მარტო ოჯახის წევრებზე, ზოგადად შეყვარებულებს ეგრე არის, მეგობრებზეც ეგრე არის და ოჯახის წევრებს ეგრე არის. მეოთხე ფაქტორი ეს არის უსიამოვნება ცხოვრებისგან. ძალიან ბევრი ადამიანი დღესდღეობით არის ისეთი ადამიანი, ვინც ვეღარ იღებს ცხოვრებისგან სიამოვნებას. ეგრე არის ისეთი ადამიანები და ის ხალხის კატეგორია, რომლებიც ყოველთვის ერთ რაღაცას აკეთებენ და მობეზრებული აქვთ უკვე და სულიც აღარ აქვს, რომ ახალი რაღაცა დატესტონ ცხოვრებაში. შემდეგ უკვე მაგითი გამოიწვევა
გაღიზიანებადობა უფრო მეტად და ყველა ის ზემოთ აღნიშნული, რომელიც აქამდე ვთქვი, რომ რომელი ფაქტორებიც ეგ იყო. და ამავე იგივე ფაქტორი არის სხვა სახელით ერთფეროვნება. ბოლო ერთ წლის განმავლობაში ვაკეთებდი ისეთ რაღაცას, ანუ ერთ და იგივე რაღაცას ვაკეთებდი ყოველ დღე, რაც ადამიანისთვის არის საშინლად მოსაწყენი. მე ვიტყვი, რომ ანუ ორ სამსახურში ვიყავი, ორ კომპანიაში და ყოველ დღე ერთ და იგივეს ვაკეთებდი და საშინლად მოსაბეზრებელი იყო უკვე ბოლო პერიოდში მით უმეტეს. და ეგ იყო ჩემი ამავსის მიზეზი, რომ მივატოვე ეგ სამსახურები და საერთოდ აღარ მინდოდა მან მუშაობა. თუნდაც ის იყოს მიზანი, რომ ადამიანმა ახალი რაღაცა ისწავლოს, შეიცნოს და განივითაროს, ან საზოგადოებრივ წავიდეს, ან თუნდაც იმ სამშობლოში, სადაც იმყოფება, სამშობლოში კი ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში საქართველოს ავიღოთ, სულ ერთ და იგივე გარემოცვაში ყოფნა და ერთი და იგივე საქმის გაკეთება არის შეუძლებელი. მე ამას გონება კი არა, ორგანიზმის აღარ იღებს, სხეულის აღარ იღებს. ასე რომ, ვისაც არ ესმის უკვე არანაირ мотивაციას აღარაფერი, იმათთვის არ ვიცი რა უშველის, მაგრამ ვისაც უკვე გონებაში გადატრიალებული აქვს და უნდა რომ შეცვალოს თავის ცხოვრება, ერთფეროვნად აღარ იცხოვრებს არავითარ შემთხვევაში. როგორც მესამე ფაქტორი იყო ტოქსიკური ხალხი, მეექვსე ფაქტორიც იგივე არის, თითქმის ნეგატიური ფიქრები. ნეგატიური ფიქრების დროს რასაც არ უნდა გრძნობდეთ, რომ ჩვენ მაგალითად ცუდად გავხდებით ხვალ, ზეგ, ან იმ დღესვე. აი ეგ არის ჩათვალეთ მენტალური თვითმკვლელობა. ეხლა ფიზიკურად ცუდად ვიყავი, მაგრამ მე კიცი რა, მე ვიდეო უნდა გადავიღო და გადასაღები აქვს და ეხლა აქ ვარ. და ზუსტად ეგ არის, რომ თუ შენ გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებ და თუ ცუდად იქნები, შესაბამისად მართლა ცუდად იქნები და უფრო ცუდად გახდები. ასე რომ თუ შენ თავს აიძულებ იმას, რომ კარგად იყო, მართლა კარგად იქნები და თუ ცუდად იქნები, თუ ის გექნება ფიქრებში გააზრებული, რომ აუ რა ცუდად ვარ, უფრო ცუდად გახდები. აბა დაფიქრდი. თუ გაკეთებული გაქვს კიდე, ესე იგი იცი რომ მართლაც ვამბობ. შემდეგი დიდად არ განსხვავდება არის მეშვიდე, ანუ სოციალური მედია. აქ სოციალურ მედიაში, ისევ როგორც ჩემ ყველა ვიდეოში, როგორც წეგან თქვი, მაქვს ძალიან ბევრი ნათქვამი და კიდევ გავიმეორებ, რომ როცა რაღაცას ვსკროლობ, მაგალითად TikTok-ი ავიღოთ, ან Instagram-ი, უფრო TikTok-ი. ისეთი ვიდეოები ხდება ხოლმე, რომ შემდეგ უფრო ვიწყენთ. ეს ყველაფერი არის იმისგან გამოწვეული, რომ ვიღაცას თუ რაღაცას მოხდა მაგის ცხოვრებაში. შემდეგ ისეთ რაღაცა ვიდეო მონტაჟს გააკეთებს edits, რომ შემდეგ ეგ ცუდი და ნეგატიური ფიქრები ჩვენზე გადმოდის და ჩვენს გვახსენდება ისეთი რაღაცა, რაც წასულში მოგვიდოდა და მოვიწყინეთ, ისე თავიდან გვახსენებს და უფრო ცუდ სიტუაციაში ვარდებით. რამდენჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ რაღაცა TikTok-ს სკროლავდი, მაგალითად ისეთი ვიდეო შემოხდია, რომ ვიღაცა ცუდად ყოფილა, მაგალითად თავის შეყვარებულს მისდიოდა და ეგეთი ცუდი ნეგატიური აურა ჩემზე გადმოსულა და მე დეპრესიულ მუსიკას ვუსმენდი და რაღაც ეკეთებდი. და დღეისათვის უკვე ბოლო მერვე ფაქტორი ეს არის მარტოობა. და მარტოობაში ას გულისხმობ. სოციალური იზოლაცია. როცა ჩვენ ვართ დიდი ხნის განმავლობაში მარტო, მეც ჩემ თავზე შემიძლია თქვა ის, რომ როცა ბევრ ხალხს ხედავ, მე მეწყება კანკალი ბევრი ხალხის, ანუ შიში მიპყრობს. და მაგაზე მუშაობ შეთაშორის და შემიძლია თქვა, რომ გავძლიე, მაგრამ მაინც მაქვს ჩარჩენილი, ასე ვთქვათ, რატომ? მინდა გითხრათ, რომ სოციალურ იზოლაციაში თავი არავითარ შემთხვევაში არ მოიქციოთ, იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავის, რაც შეიძლება რომ გავუკეთოთ. დარწმუნებული ვარ, მეც და ვიდეოს მაყურებელსაც უნახავს და მოусმინე ისეთი წინადადება თავის მეგობრისგან, ახლობლისგან, რომ უნდა სადმე სიმშვიდეში ცხოვრება. მაგრამ მე ვარ პირიქით, მე უნდა ვიყო ქაოსში, სრულიად ხალხმრავალ ადგილში, რომ უფრო მივეჩიო აი ამ სოციალურ გარემოს და არა მარტოობას, ასე ვიტყვი.
იმიტომ რომ მე როცა უკვე ყველაფერს გამოწყვეტილი ვიქნები, მე უკვე შიში მიყვარს იმის რომ შეიძლება რამეს ჩამორჩე და ვერ განვითარდე ისე, როგორც უნდა განვითარდე აქამდე და რა ტემპითაც სამყარო ვითარდება. ყველაფერს გამოწყვეტილი და აი ხალხისგან არ კავშირში მე უფრო რთულდება სიტუაცია ჩემთვის. და მე უკვე ყველაფერზე თავიდან მიწევს ვარჯიში რომ ისევ შევეგუო ხალხმრავლობას და მოკლედ აი ეგ ერთი პრობლემები შეიძლება ქონდეს ადამიანს. და ჩემი რჩევა იქნება ის რომ თუ ესეთი პრობლემა გაქვთ თქვენს შეეცადეთ რომ უფრო ხალხმრავალ ადგილებში იყოთ ვინმესთან ერთად მეგობართან იქნება ოჯახის წევრი იქნება რომ უფრო შეეჩვიოთ და დაძლევთ ეს შიში რომ შემდეგ უფრო სოციალური და კომუნიკაბელური იყოთ ყველას მიერ. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, რაც მინდა მე თქვა ამ ვიდეოში. თუ მოგეწონთ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩაართეთ ზარის ლайკი და მე მაინც ვხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით.